ქართული ოცნება არის შეშინებული და დღეს მიმდინარე მოვლენები ამას ცხადყოფს. მათ არ აინტერესებთ თავისუფალი მოქალაქის აზრი და მათთვის მნიშვნელოვანი არის რომ დაანახონ ძალა, ესე ვთქვათ და კუნთები აუთამაშონ საქართველოს მოქალაქეებს, მაგრამ ყველაფერი რეალურად არის პირიქით. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე საზოგადოებას თავისუფალ მოქალაქეებს ექნებათ პასუხი და ამის მთავარი და საბოლოო პასუხი იქნება არჩევნების დღეს. ქართული ოცნება გააზრებულად მიდის პროვოკაციაზე საკუთარ მოქალაქეებთან და ამ პროვოკაციის მასშტაბი, თავხედობა არის ძალიან დიდი. მაშინ, როდესაც ჩვენ გავიხსენებთ ყველა, რომ ლაზარე გრიგორიაძის ყავს ტყვე დაყვანილი და ამ პერიოდში, ერთი წელი, როდესაც შესრულდა ლაზარეს ციხეში ყოფნის შემდეგ, კიდევ ატრიალებს ამ კანონს და კიდევ სურს, რომ რაღაცნაირად საზოგადოება დააშინოს და რაღაცნაირად გააჩეროს და რაღაცა იგრძნოს, რომ თითქოს შიში არის. ნამდვილად ყველაფერი არის. როგორ თქვენ წინსვლა აქვს რაიმე ამ ერთი წლის განმავლობაში? გახსოვთ როგორ იმუქრებოდნენ და შემდეგ ლაზარე დაიჭირეს და ჩვენ გვახსოვს მე რეპრესიების ტალღა მოუწყვეს ახალგაზრდებს დაშინება და ასე შემდეგ. მე ამბობდნენ რომ ფულსაც დახარჯავდნენ იმაში რომ ახალგაზრდებთან რაღაც კომუნიკაცია ქონოდათ და რაღაცაში დაერწმუნებინათ და ისეთ მოყავს საუბარი, რომ მათ ეშინიათ ახალგაზრდების, ეშინიათ ემიგრანტების, იმიტომ რომ მათ ყველაზე კარგად იციან, რომ ახლა მათ აქვთ ის პერიოდი, როდესაც ძალიან მკაფიოდ დგას ისაკითხი, რომ დაკარგავენ ძალაუფლებას და მოშორდებიან ამ ქვეყანას. მათ კარგად იციან, რომ იმ რუსულ დღის წესრიგს, რომელსაც დღემდე ატარებენ ამ ქვეყანაში და თავს ახვევენ თავისუფალ მოქალაქეებს, რომელსაც მკაფიო არჩევანი აქვთ გაკეთებული, რომ ისინი არიან ევროპული ოჯახის წევრები და ჩვენ, როდესაც მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, ეს სტატუსი მიიღო იმ ადამიანებმა, რა კადრიც აკტრიალებს, რაც ეთერში დავდექით მაგის შემდეგ. მხრიდან თქვენი მოწონებით. ამის შემდეგ და ეს არის მთავარი ამბავი აქ და მე დარწმუნებული ვარ და მე მჯერა, რომ ქართული საზოგადოება ამ ყველაფერს საბოლოო და მკაფიო პასუხს გასცემს არჩევნების დღეს.